მაგ თამაშის ნერვიულობა იყო, აი რო ჩახვედით გერმანიაში, აი რამდენად მშვიდად იყავით, ნერვიულობა იყო, ეს ფინალია უკვე ეს არ გინდა ეხლა ნერვიულობთან ისე დაემთხვა, რომ ჩევადეს სიცხე მისცა წინა ღამით რაღაცა ტელეგრამი ზაკროთელი სიცხეს უგდებდა და მაგრამ ფინალია და აი ზუსტად მაგ დროს როცა გუცაევს გოლი გააქვთ თქვენ ძალიან კარგი ის იყო სასტუმროში ცხოვრობ სადაც შენერი მინდორი იყო ჩვენ რამდენი დღით ადრე ჩავფრინდით ქალბატონი იყო მეპატრონი იმ სასტუმროს და ესეთი ორი მინდორი იყო საوارდიში 23-4 დღით ადრე ჩავფრინდით დიდი მინდორი იყო კი ორი დიდი სასტუმროს იყო სპეციალურად სადაც ქალბატონი ცხოვრობდით და ხოშეს მერე რო იმასკენით იმ ქალბატონმა ის გაშალა სუპრა და რაღაცები როგორც სასტუმროს მეპატრონი მაგისთვის ახლა ეხო ფინალი მოვიგეთ რა ისეთი რაღაცა და ვოკი გვიან მივედი ძალიან გვიან იმიტომ რომ თქვენ დოპინგ კონტროლზე დარჩით ხო და დიდხანს მოგვიწია ხო ეცდეთი 2 საათი ვიჯექით გასახდელში ორი ჩვენგან და ორი კანცელში როგორც ხდება და ჩვენ ვიცოდით სხვათა შორის გაგვაფრთხილეს მაშინ დოპინგიც იმიტომ იყო რომ აი იმას დაუშვათ ჩევადეს ვერაფერს ვერ აძლევდა ზაკრო თელია წამალს რომ არ იცოდნენ საერთოდ რა შეიძლება რა უნდა ამოვარდნილიყო თქვა რა წამალი შეიძლებოდა რა წამალი არ შეიძლებოდა მე მგონი მაშინ ახალი ხილი იყო დოპინგ კონტროლი არ ვცდები მე ვერ გეტყვით დოპინგ კონტროლის ისტორია საინტერესო თემაა ჩვენ არც ერთ იმაზე ფინალზე იყო ეგ მარტო და არც ერთ იმაზე მანამდე იმაზე შესარჩევზე არ ყოფილა ნახევარფინალში არ ყოფილა ნახევარფინალში ხო ითამაშეთ თქვენ იმას ფეინორდთან არა არ მითამაშია ფეინორდთან მე აქ არ მითამაშია იქ ვითამაშე იქ არა იქ საშინელება გავიქცე ის საჯირო იყო ხო არა იქ ეხა იქ ესეთი რაღაცა იმაზე გაცრავდა ადრე ჩვენ დროს რომ საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა პირველ ოღონდ ეხლა კი არ ვაბობ აი საბჭოთა კავშირის დროინდელი ხო აი ნუ ხა საჯებმა რა აი მაინც უფრო დეტალურად რომ ადრეს მე არ ვიცი უბრალოდ გვახსოვს რა თქმა უნდა ის სამი არ ჩათვლილი გოლი იქ არის პენალტი და ის YouTube-ზე კი YouTube-ზე არის და აი თვითონ მინდორზე როგორ იყო აი სიტუაცია თვითონ ეს ჰოლანდიელები როგორ იქცეოდნენ აი მაგ თქვენ შეხვედით ბოლო 17-20 წუთი ითამაშეთ და აი არა ჯერ ჰოლანდიელები ძალიან აგრესიულები იყვნენ საერთოდ ხოთა შორის გუნდი ფეხბურთელები კი ძალიან უხეშობდნენ ნუ ეთყობა რაღაცა ხდებოდა იმიტომ რომ საჯი არჩათულ ბურთებზე გოლებზე აღარ ვამბობ ისეთ ჯარიმებს ნუ ფაქტურად უხეშად რო ვთქვათ გაყიდულები ვიყავით ჩვენ რა პენალტიც არ მოგცა ხო ეს? კი მე ისეთი რაღაცები გააკეთა საერთოდ. პენალტი არ მოგცა, 2 გოლი არ ჩაგვაგა. გაცოფდნენ მე ბოლოს ისინი. 2 კი არ 3. არ მოგვიგეს მაინც და. ხო. ბოლოს ის. არა მართლა ის იყო რა ქვია. მე ეგეთი რაღაცა მე ამდენი წელი ხარ ამდენი თამაში. ეგეთი გაფრთხილი ესეთი საჯობა მე არ ვიცი. არც ჩემ თავზე მაგ გამოცდილი და არც საერთოდ არსად არ მინახავს. ხო ეს ან ტელევიზიით ან იმით ეგეთი საჯობა მე სამხარეს კაცი ესე ცდებოდეს ერთი გუნდის საწინააღმდეგო არა და რა გენიალურ პასაკეთებს ან ნავდი გოლები რო არ ჩავიტანო რა გენიალურ პასაკეთებს ყიფიანი პირველ გოლზე შენგელიაზე როგორ დაინახა და ესეც როგორ შერბის რა ეს წარმოუდგენლად გათამაშებული რამაზა მოვლენა იყო შენგელიასნაირი თავდასხმელი უდიდესი თავდასხმელი მოვლენა იყო რა მოვლენა აი ეს რაღაც გეგონება კეფაზე თვალები აქვს ის რო იღებს რა მკერდზე და უცებ უკეთებს ერთ-ერთზე რა და ისა ვესტჰემთან რო გარბის საიდან გარბის გახსოვთ აბა ისიც რა მაგარი თამაში იყო ის ვესტჰემთან ნუ აი უმაღლესი კლასის გუნდი იყო რა მოკლედ ხო აი ვესტჰემსაც მე მაშინ ტრავმა მქონდა არც წავსულ არ მაგრამ არ იყავით მაშინ არა ეს რაღაცა გუნდის გამეთიება რაღაცა მქონდა ტრავმა მცირე ტრავმა და ტელევიზიით ხო უყურე ხან ნუ აუქს გააგიჟეს აბა რა სხვაჩერს ფინალზე ხინჩაგაშვილი არ იყო ხო ფინალში არა მოედანზე კი არა საწოდოსდორფში არ იყო იმიტომ რომ მეორე იყო უდიდესი შეცდომა ახალკაცის რომ შოთა არ წამოიყვანა მაგაზე ვსაუბრობ მაყურებლადაც არ იყო ხო
შოთა უნდა წამოიყვანო ძირითადად ფეხბურთელი როცა თამაშს ტოვებს გაფრთხილების გამო ეს კაცი უნდა ის ადამიანი უნდა წამოიყვანო ამ ხელა დამსახურება აქ და მე თლიანად თავიდან ბოლომდე ითამაშა შესარჩევი ის იმის ხო რა თქმა უნდა გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო და თვითონაც ძალიან ისეთი გულგატეხილი იყო რატო მახსოვს ეხლა ეს ამბავი რომ აი ხიჩეგაშვილი არ იყო თამაშის მეორე დილას მე ხო იქ შორი ახლოს ცხოვრობდა რომ გამოვედი მახსოვს შოთა იდგა ნუ თქვენ ჯერ კიდე დიუსელდორფში იყავით მთელი გუნდი შოთა იდგა იქ ცხოვრობდა სტადიონთან და კი იმაში არკის წინ იდგა დილით და გადავირიე გუშინ გუნდმა ის მოიგო და მეორე დილით ადრე გამოვდივარ ნუ ზეიმის და იმის მე გამიკვირდა შევხედე და შოთა ხიჩეგაშვილი არ წაიყვანა, ნუ ეხლა არ ისე შეეძლო, თავისუფლად შეეძლო წამოიყვანა, ეხლა ვინ რა სიტყვა და თქვა დაუშვათ ხელმძღვანელობიდან ან ქვეყნის ან ის რომ რატო წაიყვანა შოთა ხინჩაგაშვილი არ წამოიყვანა. ხო, ერთი კაცი ეხლა მაშინ რა ხარჯი იყო ეხლა ის. ფინალზე ისე ბატონო ნგრი შედიხართ 1-0 და იქ იმ დროს ზუსტად ბუცებს იმოწმებთ გუცაიოს რო გოლი გააქვს და აი რა დავალება მოგცათ? ბევრი მეკითხება მაგას არ მახსოვს ეს მართლა ჩერტი იმდენად ისევ ნერვიულობდი რომ საერთოდ ნოდარის ლაპარაკი არ მესმოდა რაღაცას კი მეუბნებოდა ეხლა არ მახსოვს რომ მაშინ ჩემთვის ვიყავი უკვე რომ ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი წელი ვიყავით 19 90 ხო ნუ რაღაც ესე 20 წლის და ეხლა ესე დონის თამაშზე შედიხარ საინტერესო ტაქტიკური დავალება იყო თუ უფრო ის უფრო სამოტივაციო არა ტაქტიკური რაღაც სვანაძეზე მითხრა შეცვლილ და ამას მაგრამ რაღაც ტაქტიკა წელი გავიდა ხო